ხელები ჩამოვშრობა. მე რაპოზაში დავდგე. მე იგი ამასაც შენ ეფარები სამწუხაროდ. აი, ცოტა შორიდან გადაიღო. ცოტა შორიდან გადაიღო. ხარი რო ამურად. არა, ჩანთა უნდა დაგჭირო, ვერ აღწა. სიყვარულის მრავალი განსაზღვრა არსებობს. ზოგიერთი ფიქრობენ, რომ თქვა სიყვარული არის უძირო ზღვა, თქვა ზოგნი ფიქრობენ, რომ ვარსკვლავებით მოჭედილი ცა არის. არსებობს ასეთი განსაზღვრაც, რომ სიყვარული არის ვარდისფერისა და შავის მოულოდნელი შეხვედრით გამოწვეული განცვიფრება. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რა არის სიყვარული? ჩემი აზრით სიყვარული ბრძანებელია, რომელიც დაუკითხავთ, მოდის და მეც. სიყვარული ღვთისგან ბოძებული დიდი მადლია, რომელსაც ძალიან დიდი გაფრთხილება სჭირდება. ამ ქვეყანაზე ყველაფერი არის კატეგორია ადამიანებზე, რომელიც ამ ქვეყანაზე ყველაფერს ფერებით განსაზღვრავს. აი თქვენ რას ფიქრობთ, რა ფერი აქვს სიყვარულს? სიყვარულს ალბათ ერთი განსაკუთრებული ფერი აქვს, რომელიც მისთვის შექმნა ღმერთმა და მას სიყვარულის ფერი ქვია. ვერასი. სიყვარული თეთრია, თეთრი ქათქათა. რატო? იმიტომ რომ თეთრი არავითარი ჭუჭყი არ აქვს სიყვარულს. ფორმა თუ აქვს რაიმე? არა. არავითარ. როგორ ფიქრობთ, როდის უფრო უყვარდათ? აი როცა ვთქვათ ვეფხის ყავოსანი იწერებოდა, ეხლა თუ აი როდის? თუ იყო რამე განსაკუთრებული პერიოდი? სიყვარულს განსაკუთრებული პერიოდი არ ქონია. როცა უყვართ აუცილებლად ყოველთვის ძლიერად უყვართ. ვეთანხმებით ამრიკო სიყვარულისთვის საუკუნეები დრო არ არსებობს. არის ასეთი სიტყვები, აი გორკის აქვს დაწერილი, რომ არსებობს ისეთი სიყვარული, რომელიც ხეს უშლის ადამიანებს იცხოვროს. აი თქვენი აზრი? არსებობს ხანდახან ასეთი სიყვარული. არა, ჭეშმარიტია, სიყვარული არავის არ უშლის ხელს პირიქით. შოთა სიტყვის მოიშველიებს, სიყვარული აგვამაღლებსო. აქვს თუ არა სიყვარულს საზღვრები? უსასრულოა სიყვარული. უსაზღვროა. თუ განსხვავდება ჩვენი ქართველების სიყვარული, აი თქვა სხვა ერების სიყვარულისაგან, როგორ ფიქრობთ? არა, ალბათ არ განსხვავდება. სიყვარული ყოველთვის ისეთ დიადი და ძალიან ფართო და მარადიულია, რა თქმა უნდა. ამ ქვეყნად ყველაზე დიდი ჯილდო, რომლის მიღება ან გაცემა შეგიძლიათ, გახლავთ სიყვარული. რა თქმა უნდა, სიყვარული. დიდი მადლობა. სიყვარული რა გვარია, ცეცხლია და ხადარია, მცირე სიტკბო, ბევრი შხამი, ერთმანეთში გამდნარია, დასიამის ერთი წამი, დიდ სინანოს საბარი. სიყვარული მარადიულად დაუოკებელი გრძნობა. სიყვარული ადამიანის სულის ერთ-ერთი უმაღლესი ღირსება, რომელიც ღმერთმა სენამ ყველას სულთმოს ერთნაირად უყოცა. მაგრამ მისი გამოყენების არ მინდა. აი შინაგან სიფაქიზეზეა დამოკიდებული. არა, რა. მიდი, გაბუნებრივი ხარ, გაბუნებრივი. აი, მე გამოჭრი. მაგრამ ის გამოყენების შტო ყველა სულთმოს ერთნაირად არ ძალოთ. ზოგს ბევრად უფრო უანგარო სიყვარული შეუძლია, ზოგს პლატონურ და ასე შემდეგ. თქვენ როგორ ფიქრობთ, რა ფერია სიყვარული? სიყვარული ალბათ ჭრელია. რატო? გადამიხედვით. თუ აქვს სიყვარულს ფორმა რაიმე? სიყვარული ალბათ ღრუბლის ფორმისა. ღრუბელი რა ფორმისა? სიყვარულის ფორმისა. როდის უფრო უყვარდათ, როგორ ფიქრობთ? ალბათ ძველ დროში უფრო უყვარდათ. რატო? იმიტომ რომ ძველ დროში უფრო სიყვარულის სულიერ მხარეს უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. და ახლა მე მგონი რომ უფრო ხორციელს. და თანაბრად უნდა იყოს ეს გრძნობები სიყვარულში. არის ისეთი სიყვარული, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს იცხოვროს. თქვენ როგორ ფიქრობთ, არის? მე მგონი არა. არ ვიცი.
ქართველებზე ყველა იძახის რომ გამორჩეული ხალხიაო, ხასიათები ისეთი აქვს და ალბათ გრძნობებიც ისეთი იქნებათ. აი თუ განსხვავდება ჩვენი ქართველების სიყვარული, თქვა სხვა ერების სიყვარულისაგან. რა ვიცი, არა მგონია. სიყვარული ერთ ყველასთვის ერთნაირი, მეტნაკლებად. შეიძლება ადამიანებში განსხვავდებოდნენ, თორე ერებში არა მგონია რამე განსხვავება. შეიძლება განსხვავდებოდა, იმიტომ რომ ყველა ერთს თავისებურება ახასიათებს და ალბათ სიყვარულის თავისებური ექნება. ქართველებს უფრო ამაღლებული სიყვარული. გონია რომ იციან უფრო ამაღლებული. რატომ? რა ვიცი, თქვათ რომ ქართველი. ალბათ. აი როგორ ფიქრობთ, როცა უყვართ, ქალს უფრო მეტად უყვარს თუ მამაკაცს? ადამიანს გააჩნია. ვერ გეტყვით. თქვენი აზრით, რაღაცა ჩარჩოები ყველაფერს გააჩნია, რა თქმა უნდა, ხო? აი სიყვარულს თუ აქვს ჩარჩო. სიყვარულს არა მგონია. არც ერთ გრძნობას არ აქვს მგონი ჩარჩო, იმიტომ რომ უკიდურესებიდან უკიდურესებამდე შეიძლება გრძნობა იყოს. ალბათ არც სიყვარულს არ ექნება. თქვენი აზრით, რომელი უფრო ძლიერი გრძნობაა, პირველი სიყვარული თუ უკანასკნელი? სიყვარული გააჩნია ვინ როგორ გამოწდის. ზოგისთვის შეიძლება პირველი იყოს უფრო ძლიერი. იცი რა გააჩნია ადამიანის ასაკს, სულიერ მდგომარეობას და სიყვარულის საგანსაც. მაშინ ასეთი კითხვა. ამბობენ რომ სიყვარული პატივმოყვარეაო. შეიძლება იყოს სიყვარული პატივმოყვარე, ადამიანზეა დამოკიდებული. ალბათ არის. დიდი მადლობა.